გრძელდება დილას ესიერში ფარულავა დარტყმა. გიორგი მაკარიძე მოევლინა აქ დედაქალაქურ გუნდს მხსნელად თორემ აქ ანგარიში გაიხსნებოდა იქ თამაშგარე აღინიშნა შესაბამისად ბურთით დარჩებიან თბილისელები. ნახავთ ამ ეპიზოდს განმეორებით და ნახავთ თუ რა მოხდა. აბატაძე შეიძლება დარტყმა გიორგი ტაბატაძის დარტყმა და ანგარიში გაიხსნა 34 წუთზე იური ტაბატაძის გადაცემა და გიორგი ტაბატაძის გოლი დღევანდელ შეხვედრაში. ნახავთ კიდევ ერთხელ განმეორებით ამ ეპიზოდს და ნახავთ იმასაც თუ რა მოხდა ამ ეპიზოდში. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა დღევანდელ შეხვედრაში და გიორგი ტაბატაძემ მოახერხა ანგარიშის გახსნა. მამაგეიშვილი აწვის ბურთს საჯარიმოში შეიძლება აქ დარტყმა, თუმცა დავით კერესელიძე თამაშობს ოსტატურად ამ ეპიზოდში და ბურთს იგერიებს. მამაგეიშვილის დარტყმა და ბრწყინვალე გოლი 0-2. ზედიზედ მეორე შეხვედრაში ახერხებს გიზი მამაგეიშვილი ულამაზესი გოლის გატანას, გაუტანა მან ტორპედოს და ახლა უკვე გაუტანა გორის დილას და იბერია მაინც გადის ორბურთიანი სხვაობით წინ. ბრწყინვალე დასასრული იბერიასთვის ტაიმის ბოლოსკენ. მეორე ტაიმში გორის დილა გაათმაგებული ძალებით გადავა შეტევაში. ჩვენ კი ეს გოლი უნდა ვნახოთ განმეორებით საკმაოდ შორი დისტანციიდან. ულამაზესი და უძლიერესი დარტყმა მამაგეიშვილის შესრულებით. იბერიამ სულ პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყა და ორივე დარტყმა აქცია გოლად. პრინციპში ბევრჯერ არც დილას დაურტყამს, ასევე ორი დარტყმა, ერთი საკმაოდ საფრთხო. აქ ძალიან კარგი კომბინაცია და ბრწყინვალე გოლი იბერიელთა შესრულებით და ისევ გიორგი ტაბატაძე გატანილი გოლის ავტორი, გიზო მამაგეიშვილის პასი და ბრწყინვალე გუნდური გოლი, რომელიც აქ იბერიამ გაიტანა. არაჩვეულებრივი კომბინაცია. ხედავთ ემოციებსაც სათიდარიგოს გამზე მყოფ მოთამაშეების მხრიდან და ისევ გიზო მამაგეიშვილი და გიორგი ტაბატაძე ამ გოლის შემქმნელები. 50 წუთზე იბერიამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა უმთავრეს კონკურენტთან. ტაბატაძის დარტყმა და 0-4 იური ტაბატაძემ კიდევ უფრო გაზარდა მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა და გახადა 10, ეს უკვე მეათე გოლია ტაბატაძის ამ სეზონში 55 წუთზე. იბერიამ სხვაობა 4 ბურთამდე გაზარდა. კიდევ ერთხელ განმეორებით ეს გოლი თქვენს ეკრანებზე. გიზი მამაგეიშვილის მორიგი საგოლე მოქმედება დღევანდელ მატჩში შეიწია სიღრმისკენ ტაბატაძემ და ბრწყინვალე დარტყმით, უზუსტესი გამოზომული დარტყმით მოახერხა გოლის გატანა. ტაბატაძის დარტყმა და ბრწყინვალე გოლი 0-5 იური ტაბატაძემ მე-11 გოლი გაიტანა ამ სეზონში. უშუალო დღევანდელ შეხვედრაში კი დუბლი შეასრულა 0-5. ულამაზესი გოლები გაიტანა იბერიამ დღევანდელ მატჩში. 0-5 სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა ამ შემთხვევაში უკვე სტანდარტულიდან იური ტაბატაძემ და ბომბარდირთა დავაშიც მნიშვნელოვნად დაწინაურდა. იბერიელთა მორიგი საფრთხო კონტრიერში თორნიკე ახვლედიანი ძალიან სწრაფია. იგი ფაქტობრივად ერთ-ერთზე მეკარესთან დარტყმა და დავით კერესელიძემ გადაარჩინა გუნდი ამ ეპიზოდში. ტაბატაძის გადაცემა და კიდევ ერთი გოლი. ამ შემთხვევაში უკვე თორნიკე ახვლედიანი ხდება გატანილი გოლის ავტორი. იური ტაბატაძემაც კიდევ ერთ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა. ასე რომ 0-6 კოლხეთთან შეხვედრა ვახსენეთ იბერიელთა მხრიდან და ამ შეხვედრაშიც 6 გოლის გატანა მოახერხა იბერიამ. თუმცა აქ ის განსხვავებაა, რომ ამ შემთხვევაში მეტოქემ დილამ ვერ მოახერხა საპასუხო გოლის ან გოლების გატანა.